რა სიტყვით, თუ გეტყვით, რომ 60 წლის შემდეგ თქვენი ენერგიის, ძილის და ერექციის შემცირების მიზეზი თავად ასაკი არ არის? რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ პასუხი არ არის აბების პოთში ან რაიმე რთულ მკურნალობაში, არამედ პატარა სანელებელში, რომლის გვერდითაც ალბათ ასობით ჯერ გაგივლიათ მაღაზიაში? და რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ ამ სანელებელი ღამით ღეჭვამ შეიძლება მყისიერად გააღვივოს თქვენი სხეული თბილი სისხლით და გააღვიძოს ძალა, რომელიც სამუდამოდ დაკარგული გეგონათ? მე ვესაუბრე ათასობით მამაკაცს, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი საუკეთესო წლები უკან დარჩა. და მე პირადად ვნახე, რომ სწორი მიდგომით ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ როგორც მეცნიერების, ასევე ცოდნის გამოყენებით, რადგან ზუსტად ვიცი, რას განიცდით. აი, თავსატეხი. მამაკაცების უმეტესობა თვლის, რომ შესრულების დაქვეითება დაბერების ნორმალური ნაწილია. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ერექცია არ ქრება მხოლოდ ასაკის გამო. ისინი სუსტდება, რადგან სისხლის მიმოქცევა შენელდება და სტრესის ჰორმონები იზრდება. სამწუხარო ის არის, რომ ამ ცვლილებების შექცევა შესაძლებელია, თუ იცით, როგორ ჩართოთ თქვენს ორგანიზმში სწორი გადამრთველები. სწორედ აქ ჩნდება ეს სანელებელი. მომდევნო რამდენიმე წუთში გაჩვენებთ, თუ როგორ შეუძლია ერთ მარტივ ჩვევას, რომელიც მხოლოდ 60 წამს გრძელდება და დღის სწორ დროს კეთდება, გააუმჯობესოს სისხლის მიმოქცევა, დაამშვიდოს სტრესი და ბუნებრივად აღადგინოს ტესტოსტერონის დონე. ეს თეორია არ არის. ეს არის დადასტურებული ბუნებრივი მეთოდი, რომელმაც უკვე შეცვალა 60, 70 და მეტი წლის მამაკაცების ცხოვრება. ამას ეტაპობრივად გაგაცნობთ. დარჩით ჩემთან, რადგან სულ რაღაც ერთ წუთში გაგიმხელთ არა მხოლოდ რა არის ეს სანელებელი, არამედ ზუსტად როგორ გამოიყენოთ ის, რათა თავი ისე უფრო ძლიერად იგრძნოთ, უფრო ღრმად იძინოთ და ისე იმოქმედოთ, როგორც ადრე. და კომენტარებში შემატყობინეთ, მზად ხართ თუ არა ამ სანელებლის მოსინჯვისთვის. უბრალოდ დაწერეთ დიახ, თუ ასეა. თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული, დაწერეთ არა, რათა ვიცოდე, როგორ დაგეხმაროთ მომავალ კონტენტში. ახლა, როდესაც ამ მარტივი სანელებლის დაპირება გესმით, დავიწყოთ პირველი ჭეშმარიტებით, რომელიც 60 წელს გადაცილებულმა ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს. ერექცია მხოლოდ ასაკის გამო არ ქრება. ის სუსტდება, რადგან თქვენს ორგანიზმში ყველაზე პატარა სისხლძარღვები იწყებენ შევიწროებას, ნელ-ნელა წყვეტენ სისხლის მიმოქცევას, რომელზეც თქვენი მამაკაცურობაა დამოკიდებული. რატომ ქრება ერექცია 60 წლის შემდეგ? მინდა თავიდანვე იცოდეთ ერთი მნიშვნელოვანი რამ. როდესაც ერექცია 60 წლის შემდეგ იწყებს ქრობას, ეს უბრალოდ იმიტომ არ ხდება, რომ ბერდებით. ძალიან ბევრი მამაკაცი ასაკს ადანაშაულებს. თითქოს 60 წლის მიღწევა ავტომატურად თიშავს მათ სხეულს. ეს არ ხდება. რაღაც ბევრად უფრო კონკრეტული ხდება. და კარგი ამბავი ის არის, რომ ეს შეიძლება შეიცვალოს. სისხლძარღვები, რომლებიც გვებავენ თქვენს მამაკაცურობას, თქვენს მთელ სხეულში ერთ-ერთი ყველაზე პატარაა. წარმოიდგინეთ თმის ღერი, დაახლოებით იგივე ზომის. ათწლეულების განმავლობაში სტრესის ყოველი წამი, ცუდი ძილის ყოველი ღამე, ანთების ყოველი წვეთი ჩუმად ავიწროებს ამ სისხლძარღვებს. ეს პროცესი ნელია, თითქმის უხილავი. ერთ დღეს იღვიძებთ და ხვდებით, რომ დილის ერექცია ისეთი ძლიერი აღარ არის, როგორც ადრე იყო. დროთა განმავლობაში ინტიმური ურთიერთობა ნაკლებად საიმედო ხდება და თავდაჯერებულობა ქრება. მე უამრავ მამაკაცთან მისაუბრია, რომლებიც თითქმის სირცხვილის გრძნობით ჩურჩულებდნენ, რომ ამ ცვლილებების გამო თავს საკუთარ თავზე ნაკლებად გრძნობდნენ. და მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვეუბნები მათ. თქვენ არ ხართ გატეხილი. თქვენმა სხეულმა ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს. ეს სისხლძარღვები შეიძლება ისევ გაიხსნას. სისხლი ისევ იდინოს. ძალა, რომელსაც ოდესღაც გრძნობდით, არსად წასულა. ის უბრალოდ ელოდება შესაბამის სიგნალს დაბრუნებისთვის. მაგრამ აქ არის ის, სადაც ამბავი კიდევ უფრო საინტერესო ხდება. სისხლის მიმოქცევა მხოლოდ სურათის ნაწილია. 60 წლის შემდეგ თქვენს სხეულში კიდევ ერთი ფარული ძალა მოქმედებს. და ის ჩუმად გპარავთ ენერგიასა და ინტიმურობას, რომელსაც იმსახურებთ. ეს არის ის, რაც შემდეგ უნდა გამოვავლინოთ. ფარული ჰორმონალური მტერი. ახლა, როდესაც იცით, თუ როგორ იპარავს შესუსტებული სისხლის მიმოქცევა ჩუმად თქვენს ძალას, მოდით ვისაუბროთ კიდევ უფრო ძლიერ რამეზე, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მუშაობს. თქვენს ჰორმონებზე. წლების განმავლობაში ბევრი მამაკაცი მინახავს, რომლებიც გაკვირვებულები მოდიოდნენ, რადგან მათი არტერიული წნევა ნორმალური იყო, გული ძლიერი ჩანდა, მაგრამ მაინც თავს დაღლილად, გათიშულად და უცნაურად მოტივაციის გარეშე გრძნობდნენ.
სიმართლე ისაა, რომ ამ ყველაფრის უკან ჩუმი ქურდი დგას. კორტიზოლი, სტრესის ჰორმონი. როდესაც თქვენი სხეული სტრესის ქვეშაა, იქნება ეს ფინანსური საზრუნავი, ოჯახური ვალდებულებები, უძილო ღამეები თუ თუნდაც ხრძილებში ფარული ანთება, კორტიზოლის დონე იმატებს. და აი, სასტიკი რეალობა. კორტიზოლი და ტესტოსტერონი მტრები არიან. როდესაც კორტიზოლი იმატებს, ტესტოსტერონი მცირდება. რა არის ტესტოსტერონი? საქმე მხოლოდ ინტიმურობაში არ არის. ის განსაზღვრავს თქვენს ენერგიას, განწყობას, თავდაჯერებულობას, თუნდაც იმას, თუ როგორ იქცევით ოთახში შესვლისას. მის გარეშე ცხოვრება უინტერესოა. ბევრი მამაკაცი მეუბნება, რომ ეს შავ-თეთრ სამყაროში ცხოვრებას ჰგავს ათწლეულების განმავლობაში ყველაფრის ფერადად დანახვის შემდეგ. მახსოვს ერთი 72 წლის ჯენტლმენი, რომელმაც მითხრა: მე აღარ ვცნობ საკუთარ თავს. თავს იმის ჩრდილად ვგრძნობ, ვინც ვიყავი. მისმა ტესტებმა აჩვენა კორტიზოლის მაღალი დონე და ტესტოსტერონის ძალიან დაბალი დონე. როდესაც მისი სტრესი შევამცირეთ, ტესტოსტერონი დაბრუნდა და მასთან ერთად მისი ღიმილი, მისი მონდომება და დიახ, მისი ინტიმურობა. ასე რომ, საქმე მხოლოდ სისხლის საჯრო მიმართულებით წარმართვას არ ეხება. საქმე სხეულის დამშვიდებას, სტრესის შემცირებას და ისეთი გარემოს შექმნას ეხება, სადაც ტესტოსტერონი კვლავ აყვავდება. და ეს გვაძლევს რაღაც საოცარამდე. ბუნებრივ ნიჭს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იმალებოდა თვალსაჩინო ადგილას და რომელსაც შეუძლია ერთდროულად მოაგვაროს როგორც სისხლის მიმოქცევა, ასევე კორტიზოლი. სანელებელი, რომელიც ყველაფერს ცვლის. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ის, რაც დღემდე მაოცებს ათწლეულების ვარჯიშის შემდეგაც კი. წლების განმავლობაში მამაკაცები სასოწარკვეთილად მოდიოდნენ ჩემთან პასუხების საძიებლად. დარწმუნებულები იყვნენ, რომ მხოლოდ ძვირადღირებული რეცეპტები ან რთული პროცედურები შეეძლოთ დაკარგულის დაბრუნება. და მაინც, თითქმის ყველა სამზარეულოს სანელებლების თაროზე დევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუნებრივი ინსტრუმენტი, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს სანელებელი არის მიხაკი. შეიძლება იფიქროთ, რომ ეს სადღესასწაულო რეცეპტებში ან ძველ წამლებში გამოყენებული რამაა. მაგრამ ამ პაცაცინა ყვავილის კვირტში იმალება ძალა, რომელიც პირდაპირ პასუხობს 60 წლის შემდეგ მამაკაცების წინაშე არსებულ გამოწვევებს. მიხაკი შეიცავს ნაერთს, რომელსაც ევგენოლი ეწოდება. ევგენოლს გამორჩეულს ხდის მისი სისხლძარღვების მოდუნებისა და გახსნის უნარი, რაც მოქმედებს როგორც ბუნებრივი სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი. როდესაც ეს სისხლძარღვები იხსნება, სისხლი ისევ თავისუფლად მიედინება, არა მხოლოდ თქვენს გულსა და ტვინში, არამედ იმ ადგილას, რომელიც განსაზღვრავს თქვენს თავდაჯერებულობას როგორც მამაკაცს. მაგრამ მიხაკი ამით არ მთავრდება. ის ასევე შეიცავს ბეტა-კარიოფილენს, ბუნებრივ საშუალებას, რომელიც ამშვიდებს ტვინს, ამცირებს კორტიზოლს და ქმნის იდეალურ გარემოს ტესტოსტერონის მუშაობისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს სანელებელი ბ. მე მინახავს მამაკაცები, რომლებსაც ეგონათ, რომ მათი საუკეთესო დღეები დასრულდა, როგორ აღიდგინეს ენერგია, ინტიმურობა და სიხარული უბრალოდ ამ დაუფასებელი სანელებლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართვით. შეიძლება ძალიან მარტივად ჟღერდეს, მაგრამ ზოგჯერ პასუხები, რომლებიც ყველაფერს ცვლის, არის ის, რაც თვალწინ იმალება. და როგორც კი მიხაკის ძალას შეითხოვთ, მხოლოდ ერთი კითხვა რჩება. როგორ გამოიყენოთ ის სწორად? სწორედ ამას განვიხილავთ ახლა. 60 წამიანი ღამის რიტუალი. ახლა, როდესაც მიხაკის ძალას შეითხოვთ, მთავარი კითხვა ჩნდება. როგორ გამოიყენოთ ის, რომ თქვენმა ორგანიზმმა სწრაფად შეიწოვოს და უპასუხოს? წლების განმავლობაში მინახავს მამაკაცები, რომლებიც ფხვნილებს, ზეთებსა და დანამატებს ცდიან. თუმცა, ყველაზე ეფექტური მეთოდი ასევე უმარტივესია. ამას მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება. არც აღჭურვილობა, არც რეცეპტები, არც მოსაცდელი ოთახები. დაიწყეთ 2 ან 3 მთლიანი მიხაკით. თავად გამხმარი ყვავილის კვირტებით. არც ფხვნილი, არც ზეთი. ფრთხილად მოათავსეთ ისინი კბილებს შორის და მსუბუქად დაგბენეთ, სანამ ნასტ ყაცუნს არ გაიგონებთ. პირველი 30 წამის განმავლობაში არ დაღეჭოთ. მიეცით თბილი, ძლიერი ზეთები თქვენს ნერწყვში შეღწევის საშუალება და პირის ღრუს რბილი ქსოვილების გავლით პირდაპირ სისხლში გადავიდეს. აბებისგან განსხვავებით, რომლის მონელებას საათები სჭირდება, ეს მეთოდი თითქმის მყისიერად მოქმედებს. ამ 30 წამის შემდეგ, ნელა დაღეჭეთ მიხაკი კიდევ 30 წამის განმავლობაში. იგრძენით, როგორ გამოიყოფა ზეთები მთლიანად. მათი მკვეთრი გემო გახსენებთ, რომ რაღაც ძლიერი ხდება. ამ დროისთვის აქტიური ნაერთები უკვე იწყებენ სისხლძარღვების გახსნას და ნერვული სისტემის დამშვიდებას.
შეგიძლიათ ნარჩენები გადაყლაპოთ ან გადმოაფურთხოთ. არ აქვს მნიშვნელობა. საქმე უკვე დაწყებულია. მამაკაცები ხშირად მეუბნებიან, რომ გაკვირვებულები არიან, როგორ შეიძლება ასეთი პატარა, ჩვეულებრივი ქმედება ასე მნიშვნელოვნად იგრძნობოდეს, თითქოს მათი სხეული ისევ იღვიძებს. ეს რიტუალი მხოლოდ 60 წამს გრძელდება და მაინც შეუძლია მოამზადოს ნიადაგი უფრო ღრმა ძილისთვის, უფრო მშვიდი ღამეებისთვის და უფრო ძლიერი სისხლის მიმოქცევისთვის. მაგრამ დროს მნიშვნელობა აქვს და ამ რიტუალისთვის შესაფერისი მომენტის არჩევამ შეიძლება კიდევ უფრო გააძლიეროს მისი ეფექტი. მოდით ვისაუბროთ საუკეთესო დროებზე მისი სრული პოტენციალის გამოსავლენად. საუკეთესო დრო ღეჯვისთვის. როგორც ცხოვრებაში ბევრი რამ, დროს შეუძლია განსხვავება შექმნას ჩვეულებრივ და გამორჩეულ შედეგს შორის. მე აღმოვაჩინე, რომ მომენტები, როდესაც ამსანელებელს ღეჯავთ, ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად რიტუალი. ყველაზე ძლიერი დროა დაძინებამდე დაახლოებით 1 საათით ადრე, როდესაც თქვენი სხეული ბუნებრივად იწყებს დამშვიდებას. თქვენი არტერიული წნევა რბილდება და თქვენი ნერვული სისტემა აღდგენის რეჟიმში გადადის. ამ საათში მიხაკის ღეჯვა ამზადებს თქვენს ორგანიზმს ღრმა, აღმდგენი ძილისთვის, რომლის დროსაც ტესტოსტერონი გამომუშავდება. ბევრმა ჩემმა პაციენტმა მითხრა, რომ ამ ჩვევის ამოქმედებით ისინი არა მხოლოდ უფრო მშვიდად იძინებენ, არამედ იღვიძებენ ისეთი ძალითა და თავდაჯერებულობით, რაც წლების განმავლობაში არ უგრძნიათ. მეორე ოქროს შესაძლებლობა დილით უზმოზე, ჯამის წინ არის. წარმოიდგინეთ, რომ ეს დღის ძრავის ჩართვაა. უზმოზე მიხაკის აქტიური ნაერთები სწრაფად გადის თქვენს ორგანიზმში, აშორებს ტვინის ნისლს, აძლიერებს კონცენტრაციას და აქტიურებს სისხლის მიმოქცევას. ეს ჰგავს ფარდების გახსნას დილის ახალი მზის შესაღწევად, მაგრამ თქვენი სისხლისა და ენერგიისთვის. ზოგიერთი მამაკაცი ასევე ღეჯავს მას ვარჯიშის ან ინტიმური ურთიერთობის წინ, აღმოაჩენს, რომ ეს მათ ამზადებს თავი უფრო ძლიერად, უფრო აწმყოდ და სრულად ენერგიულად იგრძნონ მომენტში. ამ დროის არჩევა მხოლოდ რუტინა არ არის. საქმე ეხება თქვენი სხეულის ბუნებრივ რიტმებთან სინქრონიზაციას მაქსიმალური სარგებლის მისაღებად. მაგრამ იმის ცოდნა, თუ როდის უნდა დაღეჯოთ, მხოლოდ ნაწილია. ნამდვილი აღფრთოვანება მაშინ მოდის, როდესაც იწყებთ იმის დანახვას, თუ რა ხდება დღეების და კვირების თანმიმდევრულობის შემდეგ. და სწორედ აქ ხდება მოგზაურობა ნამდვილად ცხოვრების შემცვლელი. რას უნდა ველოდოთ 30 დღის შემდეგ? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა, რომელსაც მამაკაცებისგან ვისმენ, არის, რამდენ ხანში ვიგრძნობ განსხვავებას, და მე ყოველთვის ვეუბნები მათ ამას. რეალური ცვლილება ერთ ღამეში არ ხდება, მაგრამ თანმიმდევრულობით. თქვენი სხეული დაიწყებს დახვეწილი და ძლიერი რეაგირებას. პირველი 7 დღის განმავლობაში მამაკაცების უმეტესობა აღწერს ნას ცვლილებას. ისინი ამჩნევენ სიმსუბუქეს მკერდში, სითბოს გავრცელებას ქვედა ტანში, ან უბრალოდ, რომ მათი ძილი უფრო ღრმა და ნაკლებად შეწყვეტილი ხდება. ეს არ არის დრამატული, მაგრამ ეს არის საფუძველი, რომელიც ჩუმად იღრება ზედაპირის ქვეშ. მეორე კვირისთვის, დაახლოებით მე-14 დღეს, სარგებელი იწყებს იმპულსის მოპოვებას. ბევრი მამაკაცი მეუბნება, რომ ისინი უფრო გამოცოცხლებულები იღვიძებენ. მათი გონება უფრო ნათელი ხდება და მათი განწყობა უფრო სტაბილური. ზოგი კი იუწყება, რომ განიცდის ისეთ რამეს, რაც წლების განმავლობაში არ უგრძნია. უფრო ძლიერი დილის ერექცია ან სურვილის სპონტანური ნაპერწყალი, რომელიც თითქოს დაკარგული იყო. ეს არის თქვენი სისხლის მიმოქცევის გაცოცხლება, თქვენი ჰორმონების დაბალანსება და თქვენი სხეული იხსენებს, თუ როგორ უნდა ემუშავა ისე, როგორც ადრე. 30 დღისთვის ტრანსფორმაცია უდაო ხდება. ერექცია უფრო მხარი, უფრო თანმიმდევრული ხდება და თავდაჯერებულობა ბრუნდება. არა მხოლოდ ინტიმურ მომენტებში, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მამაკაცები მეუბნებიან, რომ ისინი განსხვავებულად იქცევიან. ისინი უფრო ხშირად იღიმებიან. ისინი ისევ თავს საკუთარ სხეულში ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სხეულში. საქმე ახალგაზრდობის დევნას არ ეხება. საქმე სიცოცხლის უნარიანობის დაბრუნებას, იმ მამაკაცთან დაბრუნებას ეხება, როგორიც ყოველთვის გქონდა განზრახული ყოფილიყავი. და მაინც, რამდენადაც ძლიერია ეს მარტივი სანელებლების რიტუალი, არსებობს გზები, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ მისი ეფექტი მცირე ბუნებრივი ჩვევებით, რომლებიც ამრავლებს შედეგებს. მოდით, შემდეგ განვიხილოთ ეს ძლიერი დამატებები. დამატებითი გაძლიერების სტრატეგიები. წლების განმავლობაში ვისწავლე, რომ უმარტივესი რიტუალებიც კი შეიძლება უფრო ძლიერი გახდეს, როდესაც სწორ ჩვევებთან არის შერწყმული. წარმოიდგინეთ ეს, როგორც ცეცხლის დამატება. ალი უკვე არსებობს, მაგრამ სწორი მხარდაჭერით ის უფრო კაშკაშა და ძლიერი ხდება.
მიხაკის რიტუალის გაძლიერების ერთ-ერთი უმარტივესი გზაა მისი შერევა სუფთა თაფლის კოვსთან. თაფლი უბრალოდ ბუნებრივ დამატკბობელზე მეტია. ის შეიცავს ბორს, მინერალს, რომელიც დაკავშირებულია ტესტოსტერონის მხარდაჭერასთან და სისხლში შაქრის ბალანსთან. როდესაც მიხაკს თაფლს ურევთ, ერთდროულად კვებავთ თქვენს სისხლის მიმოქცევას და ჰორმონებს, ქმნით პირობებს უფრო ღრმა აღდგენითი აღდგენისთვის. კიდევ ერთი მარტივი, მაგრამ ძლიერი დამატებაა მოძრაობა. დილის მიხაკის ღეჭვის შემდეგ აწუთიანი გასეირნება ტუმბოს როლს ასრულებს, რომელიც ახლად ჟანგბადით გაჯერებულ სისხლს აწვდის სისხლძარღვებში, რომელთა გახსნაშიც ევგენოლმა ახლახანს დაეხმარა. მამაკაცები ხშირად მეუბნებიან, რომ ამ მოკლე სეირნობისას მთელი სხეული ცოცხლდება. თითქოს ენერგია შიგნიდან ებერებათ. შემდეგ კი სუნთქვაა საჭირო. ღეჭვისას სცადეთ ხუთისებური სუნთქვის ტექნიკა. ჩაისუნთქეთ 4 წამი, შეიკავეთ 2 წამი, ამოისუნთქეთ ნელა 6 წამი. ეს ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ამცირებს კორტიზოლს და მაქსიმალურად ზრდის მიხაკის აქტიური ნაერთების შეწოვას ორგანიზმის მიერ. შეიძლება ეს უმნიშვნელო რამედ მოგეჩვენოთ, მაგრამ შესამჩნევ განსხვავებას ქმნის. რა თქმა უნდა, ხარისხსაც აქვს მნიშვნელობა. ახალი ორგანული მიხაკი ძლიერი, მკვეთრი არომატით ყოველთვის უფრო ძლიერ ეფექტს იძლევა. თუ სუნი სუსტია, სანელებელმა, სავარაუდოდ, დაკარგა თავისი სიძლიერის უმეტესი ნაწილი. ამ მცირე დამატებებს მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, მაგრამ შეიძლება მნიშვნელოვნად გააძლიეროს შედეგები. და მაინც, რაც არ უნდა ძლიერად ჟღერდეს ეს, ტრანსფორმაციის კიდევ უფრო ღრმა დონეა. ცვლილება არა მხოლოდ სხეულში, არამედ იმაში, თუ როგორ გრძნობთ თავს საკუთარ თავთან. სწორედ ამაზე უნდა ვისაუბროთ შემდეგ. ემოციური ტრანსფორმაცია. როდესაც მამაკაცები პირველად მოდიან ჩემთან, ისინი ხშირად საუბრობენ თავიანთ ფიზიკურ პრობლემებზე. დაღლილობა, სუსტი ერექცია, მოუსვენარი ღამეები. მაგრამ უფრო ყურადღებით მოსმენისას, უფრო ღრმა რაღაცას ვიგებ. ყველაზე მეტად მათ არა მხოლოდ ფიზიკური ცვლილებები აწუხებთ, არამედ ის, თუ როგორ ძირს უთხრის ეს ცვლილებები მათ იდენტობას. ისინი მეუბნებიან, რომ თავს ნაკლებად თავდაჯერებულად გრძნობენ. ნაკლებად დაკავშირებულად გრძნობენ პარტნიორებთან და ზოგიერთ შემთხვევაში ნაკლებად გვანან იმ მამაკაცს, რომელსაც ოდესღაც იცნობდნენ. სწორედ ამიტომ არის მიხაკის რიტუალი ასე მნიშვნელოვანი. საქმე მხოლოდ სისხლის მიმოქცევას ან ჰორმონებს არ ეხება. საქმე ეხება საკუთარ სხეულზე და საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის შეგრძნების დაბრუნებას. მინახავს მამაკაცები, რომლებიც თავდახრილი დადიოდნენ, როგორ იწყებდნენ თავის აწევას. ისინი უფრო მეტს იცინიან. ისინი პარტნიორის ხელს ეჭიდებიან. ისინი იღიმიან ისე, როგორც მათ ოჯახებს წლების განმავლობაში არ უნახავთ. თავდაჯერებულობა არ არის პატარა რამ. ის გავლენას ახდენს ყველა საუბარზე, ყველა ურთიერთობაზე, ყველა არჩევანზე, რასაც დღის განმავლობაში აკეთებთ. როდესაც თქვენი სისხლი თავისუფლად მიედინება, როდესაც თქვენი სტრესი მცირდება, როდესაც ღრმად გძინავთ და ენერგიით იღვიძებთ, თქვენ კვლავ იწყებთ სრულფასოვან ცხოვრებას. თქვენ წყვეთ ინტიმურობის თავიდან აცილებას და იწყებთ კავშირის ტკბობას. თქვენ წყვეთ უხილავობის შეგრძნებას და იწყებთ ცოცხლად გრძნობას. ეს არის ემოციური ხელახალი დაბადება. სწორედ ეს ხდის ასეთ მარტივ რიტუალს ასეთ ძლიერს. თქვენ არა მხოლოდ აღადგენთ ფიზიკურ შე. თქვენ იბრუნებთ თქვენს ღირსებას, სიამაყეს და მამაკაცურობის სიხარულს. და მაინც იმისათვის, რომ ეს ტრანსფორმაცია გაგრძელდეს, თქვენ უნდა იმოქმედოთ. მარტივი მკაფიო ნაბიჯები, რომლებიც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები თქვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. სწორედ ეს არის ის, რაც მინდა შემდეგში გაჩვენოთ. მოწოდება მოქმედებისკენ და შთამაგონებელი დასკვნა. ამ ეტაპზე თქვენ შეიტყვეთ სიმართლე იმის შესახებ, თუ რატომ ქრება თქვენი ძალა, სტრესის ჰორმონების ფარული როლის შესახებ და პაცაცინა სანელებლის გასაკვირი ძალის შესახებ, რომელსაც შეუძლია ყველაფრის დაბრუნება. მაგრამ მხოლოდ ცოდნა ვერ შეცვლის თქვენს ცხოვრებას. მოქმედება შეცვლის. ამიტომ მინდა მოგიწოდოთ, რომ დღეს საღამოს დაიწყოთ. აიღეთ 2 ან 3 მთლიანი კბილი, მიხევით მარტივ ერთწუთიან რიტუალს და მიეცით თქვენს სხეულს ის სიგნალი, რომელსაც ელოდა. საქმე არ ეხება კიდევ ერთი ხრიკის მოსინჯვას ან ახალგაზრდობის დევნას. საქმე ეხება ენერგიის, თავდაჯერებულობისა და ინტიმურობის დაბრუნებას, რაც ყოველთვის იყო თქვენი ვინაობის ნაწილი. მე მინახავს ბევრი მამაკაცი 60, 70 და 80 წლის ასაკში, რომლებიც შეცვლიან ჯანმრთელობას და ხელახლა აღმოაჩენენ საკუთარ თავს უბრალოდ ამ პირველი პატარა ნაბიჯის გადადგმით.
ერთმა მამაკაცმა ცრემლიანი თვალებით მითხრა, რომ რამდენიმე კვირის შემდეგ, როდესაც მისი სხეული კვლავ რეაგირებდა, მან საბოლოოდ იგრძნო თავი ისე, როგორც ადრე, წლების შემდეგ პირველად. ასეთი ცვლილება მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. ის ცვლის იმას, თუ როგორ წარმოჩნდებით თქვენი პარტნიორის, ოჯახის და საკუთარი ბედნიერების წინაშე.